სამეგრელოს ემსვანეთის სვანეთს ახალი საოლქო პროკურორი ყავს როლანდ ახალაიას ადგილზე ვალერიან იოსავა დაინიშნა. მოადგილედ კი რესპუბლიკური პარტიის სუგდიდის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ნონა თოლორაია. ვალერიან იოსავა წარმოშობით ხობიდანა ის მარნეულის პროკურატურაში მუშაობდა, შემდეგ კი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. ახალი საოლქო პროკურორი დღეს ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა განცხადება მედიასთან. ნონა თოლორაიამ გააკეთა და საზოგადოებას რეგიონში სამართლიანობის აღდგენას დაბირდა. თოლორაიას განცხადებით საოლქო პროკურატურაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, თუმცა ვის შეეხება ჯერ ინფორმირებული არ არის. საოლქო პროკურატურაში როლანდ ახალაიას დროს წარმოებული საქმეების გადახედვასაც გეგმავენ. ნონა თოლორაია რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეობამდე სუგდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო. 2005 წელს კი თოლორაია სასამართლო პროცესზე უკანონო განაჩენის გამოტანის ბრალდებით გაასამართლეს და 2000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს. თავად თოლორაია კი მის დაჭერაში მაშინდელ საოლქო პროკურორს როლანდ ახალაიას ადანაშაულებს. ჩვენი მუშაობის სტილი იქნება, ამოცანა და პრინციპი იქნება მხოლოდ კანონიერება, სამართლიანობის აღდგენა, ობიექტურობა და ჰუმანურობა იმავდროულად. ყველა საქმე, ყველა საჩივარი არ დარჩება არც ერთი გადახედვის, გადასინჯვის თუ გამოძიებას მოითხოვს გამოძიების გარეშე, თუ სასამართლო წარმოებაშია გადასაგზავნი, ყველა გაიგზავნება სასამართლოში. ერთი რამე მართლა მინდა რომ დავარწმუნო საზოგადოება, დაგარწმუნო თქვენ, რომ სამართლიანობა აღდგება ამ ქვეყანას და ამისთვის ვიბრძოლებთ.